როგორი მე საიდუმლე ვარ და თუ ეს საიდუმლო ეხება ქვეყნის საიდუმლოებას ძალიან კარგი მე საიდუმლე ვარ, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. ხო და საკუთარი საიდუმლოებები მაინდა-მაინც ბევრი არ გამოჩნია. მე საიდუმლე ძალიან კარგი ვარ, შემიძლია ყველანაირი საიდუმლო შეუნახო ჩემს საუკეთესო მეგობარს. არასოდეს არ გამიცია არავინ და რა ვიცი, ხო შეიძლება სხვანაირად შემაფასოს, მაგრამ მე საიდუმლო შენახე მიყვარს. რადგან ძალიან ბევრ საიდუმლოს ვინახავ, ესე იგი ვამართლებ ამ რა ვიცი, მენდობიან ეტყობა, ალბათ კარგად ვინახავ. მე საიდუმლე ვარ მაგარი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ საიდუმლო უნდა შეინახო. იმდენი რაღაცა ვიცი, იმდენი საიდუმლო, რომ მე ის რა ყველაფერი ვთქვა, მართლა საშინელება მოხდება და მახსოვს საინსტიტუტში სწავლობდი, გადავედი ჯგუფში, სადაც რამოდენიმე გოგო ერთმანეთთან იყო აჩხობარი და ყველა რატომაც მოდიოდა და მე მიყვებოდა ანუ თავის სიმართლეს და მე ვფიქრობდი რომ მე რო ეხლა ეს ყველაფერი იმას უთხრა, მე იმას უთხრა, მოხდებოდა საშინელება. და რაღაცა ჩემში იგრძნეს, რომ შეიძლება რომ მე რაღაცა საიდუმლო გამანდო და მართლა ვფიქრობ რომ არის ადამიანი, ვისაც შემიძლია, იმიტომ რომ არ მიყვარს ჭეურავობა. თუ კი თხოვენ რომ არ გავამხილო ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ამას არ ვიზამ. თანაც უნდა დამისაბუთონ თუ რატომ არ უნდა გავამხილო. მე საიდუმლე ვარ. დიდი გუდა მაქვს ესეთ საიდუმლოების და მიკიდია ხოლმე, მაგრამ ისეთ რაღაცები ხდება ხოლმე, მე რო თვითონ ჭყალებში აბაზრებენ ხოლმე და მე მბრალდება ხოლმე. მაგრამ რას ისე. პრინციპში თუ ძალიან ბევრი არ დავლიე, კარგი. ანუ არ გავცემ. ერთხელ უკვე გამოვცვალე პროფესია, უბრალოდ კი არ გამოვცვალე, შევითავსე მეორე პროფესიას, იცით რომ ორი პროფესია მაქვს. რაც შეეხება სიმღერას, ალბათ სამდის შემეძლება და სამდის მაყურებელი მეყოლება ამ პროფესიას ვერ დავთვალ და ვერ გავწვი. ალბათ არქეოლოგი ვიქნებოდი, რაღაცა მაინტერესებს. პროფესიას ძალიანაც რომ მოვინდომო, ვეღარ გამოვიცვლი, იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა და დიდი მოძრაობა დამჭირდა, რომ ეს მეპოვა. უცხოენები მაქვს დამთავრებული, მაგრამ მიყვარს მუსიკა და ჩემი პირველი პროფესია ალბათ მუსიკაა და დავრჩები ყოველთვის მუსიკოსი. პროფესიას თუ გამოვიცვლიდი, ვიქნებოდი არ გაგიკვირდეს, მაგრამ ფსიქოლოგი. ან მსახიობი. ხშირად ვფიქრობ, რა შეიძლება ვთქვათ, გარდა იმისა, რომ მსახიობი ვარ, ვინ ვიყო. თავში არაფერი არ მომდის, ესე იგი არ არსებობს ესეთი პროფესია. მარტო ერთხელ ვიფიქრე, რომ გამომეცვალა და მართლა ძალიან მინდოდა საბავშვო ბაღში მასწავლებლად. ძალიან მომინდა ერთი პერიოდი. ალბათ მართლა. რაც ხობი მქონდა ყველაფერი პროფესიად ვაქცია, ამიტომ აღარ დამრჩა არაფერი. ესე იგი, ხატავდი, არქიტექტორი გავხდი, ინგლისურ ენას ვსწავლობდი და მუშაობ ამ დარგში. მუსიკა არის და მოგეხსენებათ, რომ ამ სფეროშიც რაღაცას ვაკეთებ. და აი რა ვიქნებოდი, იცით რას? პროფესიას არა, მაგრამ სიამოვნებით დავეუფლებოდი სპორტის რომელიმე სახეობას. გამოვიცვლიდი პროფესიას, სიამოვნებით და გავხდებოდი საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირ. ოღონდ ეს დეპუტატობა და ეს არა პირდაპირ. უშველიდი ამ ქვეყანას და ცოდვა მეცოდვა. კი, რა თქმა უნდა, ხშირად მომმართავენ და მეც თუ შემიძლია, რა თქმა უნდა, ვეხმარები. რაც არ შემიძლია, იმაზე თავს ვერ დავდ. არ ვითვლი, ვინ და როდის და როგორ მომმართავს. ახლა ეს ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და თუ კი რამე შემიძლია, ყოველთვის ღია ვარ. იმიტომ რომ მეც ხშირად ძალიან ბევრი დამხმარებია და ეს ელემენტარული სურვილია და არა მოვალეობა. საკმაოდ ხშირად მომმართავენ დახმარებისათვის. საკმაოდ გუშინაც კი. საკმაოდ. მათ შორის უცნობი ადამიანები. იქნებ რაღაცა ბინა გამიკეთო, ან მანქანა გამიკეთო, ან რაღაცა ფული მაშოვინო ჩემო ლელა და რატომაც გონიათ რომ მე ვარ ლელა და შემიძლია თქვა მივიდე ვისთანაც მინდა, თუნდაც პრეზიდენტთან და თხოვო რომ აი ამ ადამიანს უჭირს და ერთი ბინა გაუკეთე.
დიდად ეხა რო გითხრა რომ რაღაც ქველმოქმედი ვარ და ყველას ვეხმარები თქო მოგატყუებ, მაგრამ შეძლების დაგვარად ვცდილობ რომ რაღაც ყველას დავეხმარო. ქველმოქმედი არა ვარ, მაგრამ სული ნამდვილად მაქვს ქველმოქმედი, შეიძლება ასე ითქვას. მე რომ მქონდეს ბევრი ფული, ალბათ ძალიან ბევრს ჩავდებდი ქველმოქმედებაში. ყოველთვის ძალიან მიხარია რომ აი ვიღაცა შემიძლია რაღაცა დავეხმარო, ხო, სიტყვაზე ყოველთვის მზად ვარ და ну, ხშირად ხდება პრინციპში ესეთი რაღაცები და ჩემი კარი მუდამ ღია არის თქვენთვის. მომართავენ ვიღაცები დახმარებისთვის, მაგრამ ისე ხშირად ეხა იციან რომ დიდი დამხმარებელი დიდად ვერა. ფინანსურ დახმარებისთვის არ მომართავენ, ეხა ისე რაღაცებისთვის კი. ვერ გეტყვი ხარ რაღაც, ნუ ასე კურიოს მეკითხებიან, არასდროს არ პასუხობ. ყავს ან ესეთი რამოდენიმე ნაცნობი, რომელიც დარეკავს ხო ტელეფონზე. რა შვები? რა სიტყვი კიდე? აი ამასო თან რამოდენიმე ჯიმი იმეორებენ. შემიძლია გავძრო ყუნელში და დავახჭო. ნიას უთხრეს ეს დიასამიძეს, ჩემი თანდასწრებით. თქვენ შემოქმედებაში ხშირად დომინირებს ბუნების მოვლენების თემატიკა. შეიძლება რაღაცას ურევ, მაგრამ ეს დაახლოებით ესე ჟღერდა. თქვენ შემოქმედებაში ხშირად დომინირებს ბუნების მოვლენების აღწერა და მისი თემატიკა და რით არის ეს განპირობებული? ესეთი კითხვა. ყველაზე სულელური კითხვა არის. არ ვიცი. როგორ ახარ? ჩემთვის ყველაზე სულელური კითხვა ჟღერს ასე. რამდენი წლის ხარ ირაკ? შეყვარებული ყავს, ამას მეკითხებიან და რაღაცა თქვენი ეთერის საშუალებით მინდა ვთქვა რომ არ მყავს ეს შეყვარებული და გამანებეთ რა თავია. ნერვებს მიშლის რომ შეხვდება, ну ესეთი ფორმა როგორ ახარ, რა ვიცი, კარგად და შენ მეც არ და რა შვები, აი რა შვები არის ყველაზე სულელური თუ შეიძლება ადამიანის კითხებ, თან ისეთი ადამიანი, არა რა არის ახალი, ისე დიდი ხნის უნახავი და თან არც ისე ახლობელი რო გეკითხებ ახლა თუმცა იმას რომ დაუწყო რა არის ახალი, ამიტომ მეჩვენება რომ რა შვები, აი ეს არის ძალიან დეგენერატული კითხვა. ეხლავე დაგისვათ ყველაზე სულელურ შეკითხვას. მაგალითად ერთმა ჟურნალისტმა მკითხა: "მაია, რატომ არ თხოვდები?" მე უპასუხე, რომ იცით რაღაცა დროის ნაკლებობის გამო თუ აი რაღაც ეს ხომზევით წდება და მე ამას მეორე კითხვა მოაყოლა, რომ ვერ გათხოვდეთ რა სიზამთ. აი ამაზე ორი ესეთი სულელური შეკითხვები ახასიათებთ ხოლმე ჩვენ ჟურნალისტებს, ყველას არა, მაგრამ ძირითადად ისე ცხოვრებისეული ფილმები უფრო მიყვარს, ჟიზნენი, რასაც ქვია. და სიყვარულზე. ფილმები რომანტიული მიყვარს რაღაცით. არ მიყვარს აი ძველი დროის რაღაცა მეფეები და იმპერატორები და რაღაცა აი ძალიან არ მიყვარს რა ვქნა. ჩემ ასაკთან შედარებით უკვე ალბათ აღარ უნდა მიყვარდეს, მაგრამ ძალიან მიყვარს ფანტასტიკა და ужасები. ფილმები მიყვარს მელოდრამა, სადაც სიყვარულია. იმიტომ რომ რაღაცა საშიში ფილმებს ვერაფრით ვერ უყურებ, ძალიან მეშინია და არც მიყვარს თრილერები და მკვლელობები და რაღაც კრიმინალურია ესეთი. მელოდრამა. მაღალი დონის science fiction, როგორ არის ფანტასტიკა. მაღალი დონის ფანტასტიკა უღოდ კარგად უნდა იყოს გაკეთებული და არავითარ შემთხვევაში იაფფასი. დაახლოებით ამადეუსის მსგავსი, Shining-ის მსგავსი, კუბრიკის გაკეთებული სიუჟეტები მომწონს. როგორი ფილმები მიყვარს? ჩემო კარგო და დოკუმენტური ფილმები მიყვარს. მიყვარს ფილმები ბუნების მოვლენებზე. მიყვარს ფილმები ადამიანთა ურთიერთობებზე. რა ვიცი, ძირითადად დოკუმენტური ფილმები მიყვარს და კარგი მხატვრული ფილმები, რომელსაც თავისი ღირებულებები სულიერი გააჩნია. მაგალითად, ჩემი საყვარელი ფილმია სხვები. აი ნიკოლ კიდმანი რო. დრუგი, მე მგონი ესე ქვია რუსულად. Tomb Raider, აი ესეთი პაპსა ამერიკული ოღონ კარგი ფილმები მიყვარს რა. ნუ ეხა ევროპელებში გრინვეი, პიტერ გრინვეი რეჟისორებში. და ისე უფრო ამერიკული, აი Tomb Raider-ზე ვიყავ ეხა მაგალითად. ანჯელინა ჯოლი მევასება. ჩემს საყვარელი ფილმია რომაული არტეფაქტი. აქედან გამომდინარე მიხვდები რა. ტელეფონზე ლაპარაკი არ მიყვარს ხუთაშორის. ჭოროობა შეიძლება დავჯერ და ვიჭორაო მეგობრებთან, მაგრამ არა ტელეფონით. მიჩვენე ისე ტელეფონთან. ტელეფონზე ვსაუბრობ მაშინ, როდესაც საჭიროება მოითხოვს, როდესაც ვიღაცა გირეკავს, ან როდესაც შენ თვითონ გაქვს საქმე და ეს ჩვეულებრივი რიგითი ცხოვრებისეული
ერთ-ერთი ფაქტორია და არა რამ განსხვავებული ხელსაწყო. ვერ ვიტან ტელეფონზე ლაპარაკს და სხვა შორის ძალიან ბევრი საქმე გადამიდია ამ უბრალო მიზეზის გამო, რომ მიზარება, არ მიყვარს დარეკვა და თორედ არ მიყვარს ტელეფონში საუბარი. არა, ტელეფონზე ვსაუბრობ მხოლოდ საქმესთან დაკავშირებით. მობილურზე ლაპარაკი საერთოდ არ მიყვარს დიდი ხანი და აი სახში კიდე შეიძლება რომ ცოტა 1 2 3 4 5 საათიც ისე ყოფილა ხანდახან ისე რომ დამიწყია თქვა საღამოს 8 საათზე ლაპარაკი და დილის 8 საათზე დამთავრებია. ასე რომ რეკორდს მომიხსნია. ტელეფონზე ლაპარაკი იმდენად არ მიყვარს, იმიტომ რომ მირჩევნია ადამიანი რეალურად ხედავდე ადამიანს და ველაპარაკებდე და თვალებში უყურებდე. საერთოდ არ პასუხობ ჩემს სახში ტელეფონს, იმიტომ რომ იმდენი უსახმური რეკავს და რაღაცა სისულელებს ლაპარაკობს და მე ხმას რო არ იღებენ ეს საერთოდ მაგიჟებს. ამიტომ ჩემთან არავინ არ რეკავს ტელეფონზე. კიდე კაი არსებობს მობილური, თუ ვინმე საქმე დამირეკავს მობილურზე. ტელეფონზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, მხოლოდ საქმიანი ლაპარაკები. ადრე კი უფრო შემეძლო ლაპარაკი და ეხლა უბრალოდ გრძნობ რომ დრო არა მაქვს იმის რომ ტელეფონზე რაღაცას ველაპარაკო. ტელეფონი, მე ტელეფონის დიდი ხულიგანი ვარ, მინდა გითხრათ. ტელეფონით იცი რა, ტელეფონი მიყვარს შენ წარმოიდგინე, გააჩინე ახლა მე სამწუხაროდ ჩემი დაკავებულობის გამო დრო არ ხოლმე, მაგრამ როცა მაქვს დრო, ესე ტელეფონი არის ძალიან საინტერესო რაღაცა, ბევრ რაღაცას მალავს და აძლევს ადამიანს უფლებას ბოლომდე გაიხსნას, ასე ვთქვათ, ასე რომ აი ეს ნახევარტონები, ხმის ტონები, ნახევარტონები, შუქჭრილები ძალიან კარგად ფიქსირდება ტელეფონში.